მოგესალმებით მეგობრებო. ამ არხის მეშვეობით თქვენ სამყაროს სულწყოთვალით დაინახავთ. ეს პირველი მოტომოგზაურობის არხია ის ქართული YouTube-ში და თავგადასავლებით სავსე ვიდეოები თქვენ რამდენიმე წუთით ძალიან ისიამოვნებთ. მაგრამ სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავა, ნება მომეცით მოგიყვეთ მოკლე წარსული ჩემი YouTube-ერულ გამოცდილებაზე. დავიწყე ადრე გეიმინგით, ჯერ პატარა ვიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა. იმდენად ცუდად ვაკეთებდი. შემდეგ მაკაცებმა დავიწყეთ კონტენტი. ძალიან ტრენდული იყო ჭამის გადაღება, ჭამის ვიდეოები, მუკბანგი, დაგემოვნება, შეფასება და რომ ხედავდით იუთუბერებს, რომლებსაც ეს კონტენტი გამოსდიოდათ, რომ ვიფიქრეთ, რატომაც არა, ვიზე ნაკლებად შევჭამ. რა თქმა უნდა, ამ მიდგომამ არ გაამართლა. არ ვდებდით უხარისხო ვიდეოებს, მაგრამ რაღაცა აკდა. არ წაიღო ვიდეოები უხეშად რო ვთქვა, ნახვები არ იყო, რესურსი იდებოდა, მაგრამ ვერა. ფეხი ვერ მოვიგიდეთ მოკლედ. მაგრამ ჩემს თავში მაინც დარჩა კითხვა, რატომ არ გამომდის, რა არის პრობლემა, მაგრამ სულ მინდოდა, იმიტომ რომ ვხვდები, რომ ჩემი ადგილი ამ სფეროშია და ვხვდები, რომ აქ უნდა ვიყო. იმის მერე ფიქრი არ შემიწყვეტია, რა გინდა ყველაზე მეტად ცხოვრებაში. ეს კითხვა იყო გადამწყვეტი. დავფიქრდი, რამ სიამოვნეს, მოგზაურობა მინდა. ყველაზე მეტად სიამოვნეს თავისუფალ დროს მოტოციკლეტით, სიარული ქალაქში, მუსიკასთან ერთად. და ეს ორი რაღაც შევაერთდი და გამომივიდა მოტომოგზაურობა. ამ იდეას ეგრევე ჩავეჭიდე. იმის მერე უკვე თითქმის წელია ვმუშაობ ამ იდეაზე და როგორც იქნა, მოვიდა სეზონით და წავედით პირველ მოგზაურობაში. და ახლა აქ ვარ. თავიდან ძალიან კარგად მივდიოდით. ბორჯომამდე მივედით. ძალიან კარგადაც შევჭამეთ, დავიტენეთ ენერგიებით, ავივსეთ. კურინასაც ძალიან კარგად გავწვდით და მივადექით გრუნტიან გზას. 30 კილომეტრიან გრუნტიან გზას, რომლის შესახებაც ვიცოდით. მაგრამ მაინც სიჯიუტემ თავისი გაიტანა. თავიდან კარგად მივდიოდით, სანამ სატვირთოები, ტრაილერები დადიოდნენ და დატკეპნილი იყო გზა. ხუმრობაში რაღაც კილომეტრებიც გავიარეთ. გამოვცდით ბაკურინას და ტაბაწყურამდე მიდის 30 კილომეტრიანი გრუნტიანი გზა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი იწელება. ჩაჯივიტი ვარწმუნებდა, რომ აქ იყო ტაბაწყურამდე ბოლომდე ასფალტიანი გზა. მე კი არ მაქვს პრობლემა, რა. ვაჟა აგე სტრიტით არის. ხო, გაჩავს კი. ნელ-ნელა ჩავალთ. მოსაღამოვდა უკვე, რაღაც 6 საათია. წესით მალე უნდა ჩავიდეთ უკვე. და მე იქიდანაც უკვე იქაურ კადრებსაც შემოგთავაზებთ, როგორც ვიცი, არის უნიკალური ტბა და ნახევარკუნძული. მოდი ჩავიდეთ ბარე, რაღა დარჩა 30 კილომეტრი. არა, 20 კილომეტრი. 21 კილომეტრი და სადაც აქამდე მოვედით, ბარემ ჩავალთ და იქიდანაც დაგებრუნდებით. მივედით პუნქტამდე, სადაც პოლიცია გამოწმებს, განან შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც გიმოწმებენ პირადობას და ტეხპასპორტს და შემდეგ გატარებენ. აი ამქედან ამ პუნქტიდან უკვე სატვირთოებიც აღარ დადიოდნენ, არც დატკეპნილი იყო გზა და იყო სულ დაღმართი. ეს არის ძალიან რთული გზა, რადგანაც ქვები ყრია, უგზო უკლოდ მიმოფანტული, საკმაოდ დიდი ზომის, არის დაღმართი, სადაც ძალიან დიდი შანსია რომ მოცურდე და არის თითქმის ნახევარი დარჩენილი. დაახლოებით პუნქტიდან ზუსტად არის 13 კილომეტრი ტაბაწყურამდე. რაღა გვექნა, უკან ვერ დავბრუნდებოდეთ და გავუყევით თანქსას. ნელ-ნელა ღამდება, ტემპერატურა იკლებს, სიცივე იმატებს და ხვდებით რომ უნდა ვიჩქაროთ. რადგან მზე ჩადის და დასანთები გვაქვს კოცონი და გასაშლელი გვაქვს არავი. გადაღება იმ დღეს რა თქმა უნდა ვერ მოვასწარეთ. დავბანაკდით, ცოტა შევჭამეთ, დავმათეთ ცეცხლი რაღაცნაირად მოვახერხეთ, წავედით დასაძინებლად. მოკლედ, გუშინ ჩამოვედით, დაგვაღამდა, ეგრევე კარავი გავშალეთ, ეგრევე ცეცხლი დავმათეთ, იმიტომ რომ აი უღრანი ტყეა როგორც ხედავთ და შესაძლო იყო რომ ნადირიც ყოფილიყო. რაც შეეხება გადაღებას, ეხლა დილაუთენია წავალთ, დრონი დავტოვეთ აქ ჩვენს უკან არის მოსახლე, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო, შემოგთავაზა დარჩენაც კი. თუ ქარმა ხელი არ შეგუშალა, დრონის კადრებსაც შემოგთავაზეთ. ეხლა ნელ-ნელა ჩვენ შევჭამთ, წეჩსაც ჩავაკროთ და გადავინაცვლოთ უკვე სოფლისკენ. იქნებ იქ მოსახლეც ვიპოვოთ ისეთი, რომელმაც ქართულიც კარგად იცის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აქ ძირითადად სოფლური დასახლებაა. ვითხრას გვიამბოს, აქაური სოფლის წესები ჩვენს გოგოებსაც დავქოქავთ, ველოდებიან ამაყად.
და ნელ-ნელა დავიძრებით უკვე სოფლისკენ და იქიდან ჩაგერთვებით და შემოგთავაზეთ ნაინაი კადრებს. სოფელს შეეხება. ერთი შეხედვით ყველა ძალიან თბილი იყო, ყველა ესე ყურადღებას გვაქცევდა, მაგრამ რაღაც უცნაური იყო. სითქოს სოფელი თავს იკავებდა გამომჟღავნებისგან. ეს არ იყო რაღაც უბრალო სოფელი. რაღაცნაირად განმარტოვებული იყო, რაღაცნაირად იდუმალი იყო, ცოტა მისტიური იყო. დავდიოდით მოტოციკლეთით მაგალითად და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არავინ არ შეგვხვედრია. სულიერი არსებას არ შეგვხვედრია კატა ან ძაღლი ან ქათამი თუნდაც. ჩვენ რაღაც ადგილს ვეძებთ, მაგრამ კაცი შვილი არ არის რომ იმას რამე ვკითხოთ. ბოლოს მივადექით ერთ-ერთ ლოკაციას, სადაც თვითონ მივიღეს და ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდნენ. გამარჯობა კიდევ ერთხელ ხალხო. მოვხვდით ესეთ ლოკაციაზე, რომელიც არის საოჯახო სასტუმრო და ასევე საოჯახო სასადილო. როგორც უკვე აღნიშნე, აქ ყველა მაცხოვრებელი, ვინც შეხვდა, იყო ყველა ერთმანეთზე საყვარელი, ძალიან კაი ხალხი და ყველას უნდოდა რაღაცით პატივისცემა ან დახმარება. ესიც არ იყო გამონაკლისი და ეგრევე მე შევმოვედით თუ არა, მაშინ მიგვიღეს თბილად. ამ კაცმაც, ოჯახის უფროსმაც გვირჩია უკვე გზა ასფალტიანი, გრუნტის გზას ვაუცდეთ. რაც ძალიან კაი სიახლეა, იმიტომ რომ 3 საათი ისე 30 კილომეტრი და თან აღმართი, უკვე ის იყო. ცოტა დილემა იყო და ძალიან დიდი დაბრკოლება. ამ კაცმაც გვირჩია უკვე ახალქალაქი და უკვე უნდა ჩამოვიდეთ და ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩვენს განწყობაზე. აგერ, კარტოფილი, თელი მჟავის ასორტი, სულო და გულო, კომპოტი, კოკა-კოლა, ნაბეღლავი. ეს თუ არ ვსდები სალარი, რა ვიცი, ტრიპამი, ყველაფერი. მოკლედ, შემოგთავაზეს არაყი, კონიაკიც. არა, როგორც მოგეხსენებათ, საჭესთან და რა თქმა უნდა ვერ დავიდეთ. ეხლა ამ კაცსაც კითხეთ და მე მგონი თანახმაა პატარა ისტორია მოგვიყეს ამ სოფელზე, ცხოვრების წესი, მომავალი გეგმები თუ იციან, იმიტომ რომ ეს სოფელი ტაბაწყური ზოგადად კურორტული ზონა არის, მაგრამ რატომღაც ყოლდება არ ექცევა ჯერჯერობით. შემდეგ ამ ადამიანს კითხეთ თუ შეეძლო პრობლემა ხომ არ ქონდა, რაც მოგვიყვა, იგივე ეთქვა უბრალოდ კამერების წინ თქვენთვის რომ მოეყოლა ამ სოფლის განსაკუთრებულობა და ამბავი. დავინა დაგვრთანხდა, დაუძახე და რატომღაც უარი გითხრა. ვერაფრით ვერ დავითანხეთ ახლიდან რომ ჩაეწერა უბრალოდ ვიდეო და რაც ჩვენ ველაპარაკა, იგივე ეთქვა კამერის წინ. ბოლოს იქამდე მივედით რომ მეთქი უბრალოდ ხმა ჩაგვიწერეთ, კადრებს გადავადებთ, მაგრამ რა თქმა უნდა მაგაზეც უარი გითხრა. შემდეგ კითხეთ ტბასთან დაკავშირებით. მაინტერესებდა ტბა როგორია ზამთარში და გითხრა რომ იმდენად იყინება რომ ჩვეულებრივად სიარულით შეგიძლია ბურანებით ამოდიან ტურებითო და ბურანებით მოდიან ბაკურიანიდანო საკმაოდ ხშირათო ეს სოფელი იმით არის უცხო რომ ის არაფერს არ გეუბნება ანუ თითქოს თავის თავს მალავს ეს ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივია მაგრამ როგორც კი მათთან შეხვა კონტაქტში როგორც კი დააპირებ რომ ცოტა მეტი კითხო და მეტი ინფორმაცია მოიძიო მათგან ჩვენ პირადად არაფერი არ გითხრეს ისეთი რაც გაინტერესებდა სოფელთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე წამოვედით იმას იწყებდა ნისლი ჩამოდგა, კარგი ძლიერი ქარიც იყო, ამიტომ ვამჯობინეთ წამოსულიყავით უკვე უკანა გზაზე. მოკლედ ჩამოვედით თბილისში. ცოტა გაუთვალისწინებელი რაღაცებიც მოხდა. იქ დრონი ვერ ავაფრინეთ წესიერად, იმიტომ რომ ქარი იყო ძალიან მეორე დღეს და არ გვემორჩილებოდა და დრონის სიცოცხლის გარისკო არ გვინდოდა. რაც შეეხება ზოგადად ემოციები ძალიან კაი არის. ძალიან ესეთი უცხო გამოცდილებაა და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამას კიდევ. ეს არის შეგრძნება რომელიც ყველამ უნდა გამოცემ. ეს პირველი იყო და როგორც წესი გაუთვალისწინებელი ტექნიკური
ხარვეზე შეიძლება შეცდომებიც იყო, იქ გზა იყო ცოტა ძალიან რთული და ვერ გავთვალეთ რეცებ, რომ 3 საათი მოვანდოვეთ 30 კილომეტრს. Ну, მოკლედ, ყველაფერი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება შემდგომ დღეში მოგცემ შედეგს. მადლობა, რომ გვიყურეთ და მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ჩვენთან იყავით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ. და ხო, რა თქმა უნდა, ამ ხარვეზებს და გაუთვალისწინებელ რაღაცებს მომავალში, რა თქმა უნდა, უკეთესად გავუთვლით და აღმოვთქვათ შეძლებისდაგვარად. და რა ვიცი, ვიღა დაგჩენეთ, გამოგვიწეროთ და დაელოდოთ ამავე ვიდეოს. გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ და Red Bull-მა დავგასპონსოროთ. ეტი არაა ჩემი ვიდეო. ავადროები და კარგად ვიყავ.